გამარჯობათ ხალხო, მე ვარ ვახტანგ ჯაფარიძე, ეს არის უსუი რეიკის ონლაინ სკოლის პეიჯი და ამ ლაივში მინდა ორი სიტყვა გითხრათ ხვალინდელი რეიკის სემინარის შესახებ. თუ კარგად გესმით, ჩემით შეგვიძლია პლუსი დასვით კომენტარში, იმიტომ რომ შეკითხვები მომდის რაღაცა უცნაური ხანდახან და მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ განმარტოთ რაღაცეები, საორგანიზაციო მომენტები პირველ რიგში. თუ ჩემი გესმით, კარგად გამაგებინეთ შეიძლება. ძალიან კარგი. ესე იგი, პირველი რასაც მეკითხებიან ხოლმე, თუ იქნება ჩანაწერი ამ სემინარის, რეიკის პირველი საფეხურის სემინარის. ჩანაწერი არ იქნება, იმიტომ რომ რეიკი ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც უნდა, ასე ვთქვათ, აღიქვა და მერე წახვიდე და აპრაქტიკო. ეს არის ცოცხალი ენერგეტიკული ურთიერთქმედება, ასე ვთქვათ, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. შესაბამისად, არც ჩანაწერი იქნება, ეს ერთი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს არანაირ ჩანაწერს. რეიკის შესახებ ინფორმაცია დევს ინტერნეტში ძალიან ბევრი, მაგრამ აი ამ ცოცხალი ურთიერთქმედების გარეშე მას არანაირი აზრი არ აქვს პრაქტიკულად. ეს ერთი. მეორე, ალბათ მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ უნდა დაესწროთ ამ სემინარს აი დილის 10-დან საღამოს 6-მდე. გვექნება ბუნებრივია, ასე ვთქვათ, შესვენებები შიგადაშიგ, მაგრამ თუ ვერ ესწრებით მას, მთლიანად ჯობია საერთოდ არ დაიწყოთ ეს თემა, ასე ვთქვათ, დაელოდოთ შემდეგს, რომელიც იქნება 2 თვეში ან 3 თვეში ალბათ. იმიტომ რომ უნდა გაიაროთ სრული ციკლი, ასე ვთქვათ, ურთიერთქმედების იმისთვის, რომ სრულად აითვისოთ ამ სისტემის პირველი დონე. იმისათვის, რომ თქვენი პრაქტიკა იყოს ეფექტური, ჯანსაღი და ეკოლოგიური. აი ეს ამბავი. ხო, კიდე მნიშვნელოვანი მომენტი, უზრუნველყავთ შეიძლება ნორმალური კავშირი, იმიტომ რომ როდესაც ხარ ქუჩაში რაღაცა ესე ტელეფონით ხელში გამორიცხულია რამენაირად ამ ფორმით მონაწილეობა, ასე ვთქვათ, შეიქმნით ისეთი გარემო, რომ არავინ არ შეგაწუხოთ, არაფერმა არ შეგაწუხოთ, აი ეს 10-დან 6-მდე. კიდევ მეორებ, თუ ასეთი პირობები არ გაქვთ და ცხენზე ამხედრებული ზიხართ და თან გინდათ რეიკის სემინარში მიიღოთ მონაწილეობა, არ გამოვა სამწუხაროდ. ეს ცოტა სხვა რაღაცაა. ეს არის ინფორმაციული სემინარი. ეს არის საკმაოდ ღრმა მუშაობა საკუთარ თავზე, რომელიც მოითხოვს ასევე კონცენტრაციას და სრული ყურადღების დათმობას შესწავლის საგნის მიმართ. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ თემაზე, მზად ვარ გიპასუხო. თუ დაგჭათ რაღაცა, ასე ვთქვათ, გაუგებარი ამ თემასთან დაკავშირებით. მოწერეთ და უცებად განმარტავთ ეხლავე. მაინდა მაიცხენი რატო? კი ბატონო, მოტოციკლეტი, სკეიტბორდი, სერფინგი, რაც გნებავთ. მე ნაკლებად მესმის, როგორ შეიძლება რამის სწავლათ, არ რომ მაღაზიაში დარბიხარ და თან ტელეფონით რაღაცა სემინარში რომ მონაწილეობ კიდე ეს. თუ საუბარია მე ნაკლებად სერიოზულ დაოსტატებაზე და თუ ასე ვთქვათ, ეს არის თამაში, კიდევ ვიმეორებ, ჯობია არც დაიწყოთ ამ თემაში, ასე ვთქვათ, გარკვევა. თუ ეს არის თქვენთვის გასართობი, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის გასართობი ეს დისციპლინა. ნებისმიერს კი სრულწლოვანს, ვინც სრულწლოვანს ქმედუნარიანს, ასე ვთქვათ, ფსიქიურად ჯანსაღს. ონლაინ რეჟიმში აპრობირებულია რეიკის სწავლა, ვის მიერ უნდა იყოს აპრობირებული მაგალითად? არიან ადამიანები, ვინც იცის ამის კეთება, ასე ვთქვათ, даже ონლაინ რეჟიმის გარეშეც ისიც არ მჭირდება მაგალითად რომ ხედავდეთ
არიან ადამიანები, რომლებიც არ იციან როგორ კეთდება ეს ამბავი. მე ვიცი. შესაბამისად, თვითონ სწავლების პროცესში ნახავთ, იგრძნობთ, გაიგებთ და ასე ვთქვათ, მიხვდებით, რამდენად მუშაობს ეს ამბავი. რეიკი რა სფეროებში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა გარდა ჯანმრთელობისა. ძალიან ბევრ სფეროში შეიძლება რეიკი გამოიყენოს ადამიანმა, როგორც ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მოყვანაში, ასე ვთქვათ, ნორმაში, ისე ზოგადად იმ გარემოს ენერგეტიკულ გამოჯანსაღებაში, რომელშიც ცხოვრობს, მაგალითად, მიზნებზე შეგიძლიათ იმუშაოთ, ამა თუ იმ სიტუაციების და მოვლენების ჰარმონიზაცია შეგიძლიათ, ანუ შეიტანოთ, ასე ვთქვათ, მეტი რბილი ჯანსაღი ენერგია ამ სიტუაციებში და მაშინ ისინი ლაგდება. თუ ამ პეიჯზე ნახავთ ამ მასტერკლასის აღწერას, იქ არის პრაქტიკულად სრული ჩამონათვალი, რა შეიძლება რომ მოგცეთ რეიკიმ. ამიტომ გაეცანით და 12 თუ 14 პუნქტი აღარ მახსოვს, რაც ასე ვთქვათ, ერთხელ დაჯიქი და ჩამოვწერე ყველაფერი, რაც შეუძლია პრინციპში. მასტერთან პირადი კავშირი არ გულისხმობს ერთ სივრცეში და ერთ მისამართზე არსებობას. საკმარისია ჩვენ ერთმანეთზე ვიცოდეთ, რომ გვინდა კავშირის დამყარება, ეს კავშირი დამყარებადია. ყოველგვარი რევერანსების გარეშე, ასე ვთქვათ. რამდენად მიღწევადია შედეგზე გასვლა ონლაინ. აქამდე რაც შემომითავაზებია თქვენთვის, რამეს არ უმუშავია? და საიდან ესეთი მომენტი, რომ ამან შეიძლება ვერ იმუშაოს? საიდან მოიტანეთ? როდესმე ვიყავი შემჩნეული პროფანაციით გართობაში? მე მგონი არა. შესაბამისად, თუ ასე ვთქვათ, ვამბობ, რომ ეს არის შესაძლებელი, შესაბამისად, ალბათ მესმის ჩემი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, ხო, როგორც პედაგოგის. ასე და ამგვარად. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, რომ წერია რა ფაქტორით. რაოდენობით არის შეზღუდული. 96 ადამიანი არის ახლა, დაემატება კიდევ 3 და ვიქნებით 100 საბოლოო ჯამში. რამდენი ჩაეტია Zoom-ში, აიმდენია ასე ვთქვათ, მონაწილეთა რაოდენობა. სემინარი ბოლოს ინიციაციით დასრულდება. ბოლოს არა, 4 ინიციაცია იქნება მთელი სემინარის განმავლობაში. ზუსტად ამიტომ გჭირდება თქვენ გჭირდებათ პრინციპში, რომ 10-დან 6-მდე სრულად მიიღოთ მასში მონაწილეობა. თუ რომელიმე გამოტოვეთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ისეთი ეფექტური არ იქნება. თუ გვაქვს კიდევ რაიმე შეკითხვები, მომახალეთ, ნუ დამინდოთ და ვაქცენთ პასუხს. თუ ვერ მოასწარით რეგისტრაცია, დაელოდეთ შემდეგს, რამდენიმე თვეში იქნება. თუ ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ, სამწუხაროდ დააგვიანეთ, იმიტომ რომ შევსებულია უკვე სრული ანშლაგია, ასე ვთქვათ, და რამდენიმე თვეში გვექნება კიდევ 2 ან 3 თვეში, ან ახალ წლამდე, ან ახალი წლის შემდეგ ნახოთ. როდის იწყება, როგორ თანმიმდევრობით, ანუ ყოველ დღე თუ როგორ. ერთი დღე სჭირდება სულ დილის 10-დან საღამოს 6-მდე, იმისთვის, რომ აითვისოთ პირველი საფეხური. დასწრებისთვის რეგისტრაცია უნდა გაგევლოთ ამ პეიჯზე, სპეციალური ფორმა შეგევსოთ, შესაბამისად, შევსებულია მთლიანად რაოდენობა და მოგიწევთ დალოდება. ერთი ინიციაცია მიღებული მაქვს პირველი საფეხურის და ხომ შეიძლება მეც დავესწრო. ერთი ინიციაცია რა იგულისხმება? მთლიანად პირველი საფეხური გაქვს მიღებული თუ პირველი საფეხურის მეოთხედი.
თუ დარეგისტრირდით და სწორად მიუთითეთ იმეილი, მოგივათ Zoom-ის ლინკი, დღეს გვიან საღამოს ან ხვალდილით. იმ ლინკზე შემოხვალთ. დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა, რომლითაც შემოდიხართ, არის გამართული, რომ არ გაწუხებთ, ასე ვთქვათ, მეზობლები, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური მდგომარეობა, კიდე რაღაცა ფაქტორები ისეთი და მთლიანად შეგიძლიათ ამაში ჩაერთოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი მთლიანი ჩართულობა. შედეგი არაერთხელ დამდგარა მიმოწერითაც კი. გეთანხმებით, თამარ, გეთანხმებით. ვისაც გსურთ დასწრება და აქამდე რეგისტრაცია არ გაგივლიათ, შევსებულია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და რამდენიმე თვეში 97 იყო და დარეგისტრირებული და 3 კიდევ რეგისტრაციის გარეშე, ასე ვთქვათ, მომმართა იმ ხალხმა და მათაც უნდათ. პირველად გესმის პირველ საფეხურზე 4 ინიციაცია. კარგი, თამარ, რა გითხრა, მოდი, ასე ვთქვათ, ავაწყოთ ეს სისტემა, როგორც არის, გამართულად იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. ნინა, გული, ნუ დაგწყდებათ, 2-3 თვეში გავამეორებთ იგივეს, ასე რომ ამის გარდა შეგიძლიათ ინდივიდუალურად მომმართოთ, თუ ასე გეჩქარებდათ და ასე ძალიან გსურთ. ესეც არ აგიგრძალათ არავინ. კიდევ თუ გვაქვს ხალხო შეკითხვები, მეთოდოლოგიური, საორგანიზაციო etc. მომწერეთ. სანამ მაქვართ, თორე ხვალე რომ დავიწყე, რომ დავქოქავთ დილიდან, ვირბენთ რეაქტიული ტემპით, ასე რომ საკმაოდ ინტენსიური დღე ექნებათ. ხო, მოიმარაგეთ ასევე წყალი ან ჩაი. დაგჭირდებათ სითხის სმა პროცესში. ესე იგი, აი გავხსენი ფაილი, სადაც მაქვს ჩამოწერილი, რას გაძლევს რეიკი. კი, ანა, რეგისტრაცია დამთავრდა ამჯერად. ესე იგი, რეიკი აქტიურებს ბუნებრივი გამოჯანსაღების პროცესებს და სხეულის გაჯანსაღების ბუნებრივ პროცესებს ორგანიზმში, ხო? რეიკი თვითონ არ კურნავს, რეიკი უბრალოდ აღადგენს იმ ბუნებრივი მექანიზმების ფუნქციონირებას, რომლებსაც მოვყავართ საბოლოო ჯამში გამოჯანსაღებამდე. ესე იგი, ასევე იწვევს ტოქსინების გამოყვანას ჩვენი ორგანიზმიდან, როგორც ფიზიკური სხეულიდან, ისე ემოციური ტოქსინების გამოყვანასაც ახდენს, ტოქსიკური ემოციების, ასე ვთქვათ. ასევე რეიკის მეშვეობით ხანდახან მიიღწევა ის ეფექტი, რომ სხეული უფრო ნელა ბერდება, ვიდრე, ასე ვთქვათ, სხვა პირობებში, თუ ხართ რაღაც ეკოლოგიურად მაინდა-მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში, რეიკი არის ძალიან სასარგებლო ამ შემთხვევაში. ასევე რეიკი ხსნის ქრონიკულ დაღლილობას და გაძლევს ძალიან დიდ ენერგიის მარაგს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ხსნის ყველა აი ამ სადინარებს, რომელთაც ეს ენერგია გადიოდა და ის ენერგია ბუნებრივად რაც გაქვს, ნარჩუნდება. პირობითად რომ შევადაროთ, ფიგურალურად თუ ვთქვათ, ჩვენი ბატარეა არ ჯდება, ასე ვთქვათ, 3-ჯერ უფრო სწრაფად, იმიტომ რომ მომენტ-მაინც ვინ იყო კიდე ზედმიერთებული. ენერგეტიკულ ბლოკებს ხსნის, ასე ვთქვათ, ჩვენს ველში, იმიტომ რომ დაავადება სანამ გაჩნდება ფიზიკურ სხეულში, სანამ გამოვლინდება, მანამდე ენერგეტიკულ სხეულებში ბლოკირების სახით არის ხოლმე ჩამოყალიბებული და თუ მანდ არ მოხსენით ეს ბლოკი, ხო, შემდეგ ნელ-ნელა დროთა განმავლობაში გადაიზრდება ფიზიოლოგიურ დიაგნოზში. ასევე რეიკი კარგად ხსნის სტრესს,
ფიზიოლოგიურ და ემოციურ დაძაბულობას ძილს აუმჯობესებს სხვა შორის გადასარევად. ჰარმონიაში მოყავს, ასე ვთქვათ, ჩვენი ენერგეტიკული სხეულები ერთმანეთთან, ჩვენი ენერგეტიკა იწყებს ძალიან ისეთ გამართულ, საათივით აწყობილ ფუნქციონირებას. მოაქვს სიმშვიდე, ცხოვრებით თქმობის განცდა, სიხარულის განცდა, უწყობს ხელს, ასე ვთქვათ, სიყვარულის უნარის განვითარებას, ზოგადად, ყოველივე ცოცხალის მიმართ, აუმჯობესებს კოგნიტიურ პროცესებს, წარმოსახვას, მეხსიერებას, ასევე დროთა განმავლობაში აძლიერებს თქვენს უნარს, აი ხო ადამიანები ხო აკეთებენ ხოლმე ვიზუალიზაციას, აფირმაციას რაღაცებს. დრო ჭირდება ხოლმე ამ შედეგის დადგომას. ხო, რეიკის მეშვეობით ეს დრო შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, უფრო ასე ვთქვათ, მეტ ჰარმონიაში შედიხარ გარე სამყაროსთან და მეტად ხარ აწყობილი აი იმ ტალღებზე, იმ სიხშირეებზე, რომლებსაც შემოქმედებითი ველები ქვია, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც არის აბსოლუტურად ყველგან, უბრალოდ უნდა იცოდე მასთან წვდომა. ასევე რეიკი აუმჯობესებს შემოქმედებითობას, ზოგადად, როგორც ასეც, შემოქმედებით პოტენციალს და ხანდახან მქონია პრაქტიკაში, რომ ადამიანებს დახმარებია საკუთარ ცხოვრებაში თავისი ადგილი ეპოვათ, ხო, რაღაცა მისია აღმოეჩინათ. და ასევე შესაძლებელია, ასე ვთქვათ, საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკის პირობებში მიაღწიოს სრულგაცის პრობლემას, ხო? ასე ვთქვათ, სრულგაცნობიერებას იმისა თუ ვინ ხარ და რატო ხარ. აი 5-6 სიტყვით, ასე ვთქვათ, რა შეუძლია რეიკის. მოდით ასე ვიტყოდი, შეუძლია თუ არა რეიკის, რომ დაგეხმაროთ ფსიქიკური და ფსიქიატრიული დაავადებების შემთხვევაში. მე ვიტყოდი, რომ ტრადიციულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება მოგცეთ, ასე ვთქვათ, საკმაოდ პოზიტიური ეფექტი. მაგრამ არ მგონია, რომ რეიკიმ შეძლოს ამ შემთხვევაში ტრადიციული მკურნალობის შეცვლა. თუმცა ხანდახან სასწაულები ხდება. მაგრამ გითხრათ, რომ ეს ყოველ ნაბიჯზე ხდება, მოგატყუებთ. როგორც წესი, როდესაც ორივე ტიპის თერაპიას ვიყენებთ შეჯერებულად, ამ შემთხვევაში ვღებულობთ საკმაოდ კარგ შედეგებს. ზოგადად ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, ნერვული პროცესების დამშვიდებას და დასტაბილურებას. ეს კი, ეს აქვს. ამ ლაივის ჩანაწერი კი დარჩება. პრინციპში ისეთი აფერი არ გვიქია, საორგანიზაციო მხარეებზე ქონდა ხვალინდელი სემინარის საუბარი. შესვენებები იქნება პირველიდან 2-მდე 1 საათი სადილზე. ასევე შესვენება იქნება 12:30-დან 12-მდე. ასე ვთქვათ, ხო? პირველი შესვენება. მეორე შესვენება იქნება პირველიდან 2-მდე, როგორც თქვით და მერე კიდევ ერთი შესვენება იქნება 4-დან 5:30-მდე. ძალიან მარტივია კურსის, ასე ვთქვათ, გამეორებას არაფერი არ უნდა. გარდა იმისა, რომ ერთი თავისუფალი დღე ვიპოვო ჩემ გრაფიკში და ასე ვთქვათ, იყვნენ ადამიანები, ვისაც ეს სჭირდებათ, რომ სხვა არაფერი არ უდგას წინ. სემინარის ხელობაში თუ შეიძლება კითხვების დასმა და რა ფორმით. შეიძლება კითხვების დასმა, როგორც ჩატში, ისე, ასე ვთქვათ, მამალა. მიკროფონს ვთავთ და საუბრობ. ჩვეულებრივი Zoom-ის ფორმატში მიმდინარეობს სწავლა.
თუ გვაქვს შეკითხვები, დავსვათ. თუ არა და პრინციპში ამოვწურეთ მე მგონი. თამთა ვიდეო ჩანაწერი არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეიკიში არ აქვს არანაირი აზრი აი ამ ინფორმაციას ინიციაციის გარეშე. ვინც ვერ მოასწარით რეგისტრაცია რა ქნათ, დაელოდოთ შემდეგ ანალოგიურ სემინარს, როცა იქნება, თუ იქნება. ეს პეიჯი გამოიწერეთ, განახლებები მისი და ბატონო. ასევე თუ ძალიან გჭირდებათ, ასე ვთქვათ, აი პირდაპირ ჰაერივით გჭირდებათ ეს სისტემა, შეგიძლიათ პირადად მომმართოთ და პირადად ერთ-ერთზე გაიაროთ ჩემთან ანალოგიური სწავლება. არც ეს არის სირთულე. ასევე ქართულ ენაზე თითქმის დამთავრებული მაქვს რეიკიზე წიგნი, ხო და ანუ პირველ საფეხურზე, ამასთანაც თქვენ გვექნება წვდომა. მე უნდა ვიცი ოფლაინში გამოვცემ თუ ონლაინში, მაგრამ გაკეთებული მაქვს დევს და ცოტა გადარჩა რაღაცა. ეს არის და ეს პრინციპში. ხვალე გვექნება 4 ინიციაცია, ვისწავლით რეიკის პრინციპებს და როგორ გამოვიყენოთ რეიკის პრინციპები, როგორც სამუშაო ინსტრუმენტი და არა როგორც უბრალოდ რაღაცა ლოზუნგები ჰაერში ნასროლი. და კიდევ ბევრ საინტერესო მედიტაციას ვისწავლით რეიკის ფორმატით და როგორც საკუთარი თავის დახმარებას, თავიდან ფეხებამდე, ასე ვთქვათ, როგორ დაუარო სრულ სხეულს ყველა წერტილზე, რომ ენერგეტიკული სხეულები მოიყვანონ ნორმაში, ასევე როგორ დავეხმაროთ სხვას პროფილაქტიკურ ფორმატში და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანში ის მაგალითად რაიმე ქრონიკული დაავადება, როგორ შეიძლება მივეშველოთ ამ შემთხვევაში. ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ, ვთქვათ, თუ პირდაპირ ახლავე გინდათ და ურთულეს ვერ ითმენთ, პირადში მომწერეთ და შეგვიძლია, ვთქვათ, ინდივიდუალურ ფორმატში ვისწავლოთ. თუ აფერშაშინელება არ ხდება, დაელოდეთ ეგერ 2-3 თვე და მარტივია. ძალიან ხშირად ხვდები ესეთ რამეს, რომ ადამიანები წერენ ხოლმე, ან სრული ინფორმაცია, რასაც მეკითხებიან, ეს ინფორმაცია დევს. ხო და აი იმ პოსტზე დაყრდნობით მწერენ, რა პოსტშიც ეს ყველაფერი წერია, ამიტომ წაიკითხეთ ხოლმე, შეიძლება ყურადღებით, აი ყველაფერი, იმიტომ რომ ზედმეტი ბლა 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 იქ არ არის, იქ არის მარტო კონკრეტულად ინფორმაცია, რომელიც გჭირდება თქვენ, ამიტომ გთხოვთ, რომ გაეცნოთ ყურადღებით ხოლმე. როგორი პარალელი უნდა გავავლო აბა ჰოლოტროპიულ სუნთქვასთან და ბილატერალურ თერაპიასთან. არც ერთია და არც მეორე. საერთოდ. ანუ ეს ფიგურალურად ვთქვათ, ეს არის თქვენი ფიზიკური და მეტაფიზიკური ნაწილებს შორის ჰარმონიის აღდგენის პროცესი. წარმოიდგინეთ, აი კომპიუტერში აქვს backup ფაილები, სადაც დევს ფაილები, რომელიც შეიცავს ნორმას, ნორმის ცნებას. აი როგორ შეიძლება ეს სხეულის
ჯანმრთელობის ნორმალური ფუნქციონირების მატრიცების გააქტიურება მოვახდინოთ იმისთვის, რომ სხეულმა დაიწყოს აღდგენა. ასე ლაივებში ძალიან ბევრ ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს უნდა გაჩვენოთ, იმიტომ რომ ამბობ ხოლმე ელემენტარულად არ შეჯერათ და ერთ-ერთჯერ რო ვაჩვენენ რაღაცეები მერე სხვანაირად აღიქმება ხოლმე ეს ყველაფერი. კეთილი, ჩემო კარგეო, მაშინ ვინც დარეგისტრირებული ხართ ხვალეგელით, ვინც არა და გსურთ დაელოდეთ, დაიდება, ასე ვთქვათ, ანონსი. ხო და იქიდან გამომდინარე უბრალოდ რომ ხარი არჩევნები და ამოტენილია მთელი Facebook-ი რეკლამით, პოლიტიკური რეკლამით. პერიოდულად უბრალოდ აი ამ page-ზე შემოვით, ხა ზედმეტ რაღაცები არ იდება და უბრალოდ დაათვალიერეთ ხოლმე ეს პირველი ორი პოსტი და თუ იქნება ანონსი აუცილებლად ნახავთ. ერთი ორ დღეზე რომ გადაგენაწილებინათ არ შეიძლებოდა? რატო შეიძლებოდა? რატომ ეჩხუბებით? შეგიძლიათ გამოგებინოთ? გადაგიშევეთ. ზუკერბერგთან ყველა პრეტენზია, ჩვენ ყველა ფუნქცია ჩართული გვაქვს შეტყობინების, ნუ არ მოდის ხანდახან და ამიტომ ხელით დასკროლეთ ხოლმე. კარგით ხალხო, პრინციპში სათქმელი ვთქვით. გელით ხვალ, გამოიძინებთ, ვერ გამოიძინებთ, არც ეგაა პრობლემა. ხდება ხანდახან, ალკოჰოლი გამორიცხეთ ერთი. დანარჩენი ყველაფერი პრინციპში რიგზეა. კეთილი, მაშინ ხვალამდე. აბა, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და შევხვდებით.